პასუხი გაქვთ ამ თემაზე? მოგესალმებით, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რაც თქვენ ახლა ამცნეთ საზოგადოებას და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ ვითარებაში ცხადია უსაფრთხოების ზომების დაცვა და დემოკრატიული სამყარო ასეთ ზომებს მიმართავს. მაგრამ დემოკრატიულ სამყაროს არასოდეს უთქვამს უარი ადამიანის უფლებებზე და საერთოდ ერთმანეთთან დაპირისპირება ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისა მე ვფიქრობ არის აბსოლუტურად უკონტექსტო რამ, იმიტომ რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება ნიშნავს როგორც ადამიანების პირად უსაფრთხოებას, მათი სიცოცხლის ხელყოფის უსაფრთხოებას, ასევე ნიშნავს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ეს ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ანბანური ჭეშმარიტება და ამას ბევრი განმარტებები არ უნდა ჭირდებოდეს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ ასეთი, ასე ვთქვათ, შეჯიბრობითობა ამ ორ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქმის ასე არა უტრირებას მოვახდენ, მაგრამ რა დროს ადამიანის უფლებებზე ალაპარაკი, როდესაც შესაძლოა მსოფლიოში სხვა საფრთხეები არსებობდეს. მსოფლიოში სხვა საფრთხეები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დემოკრატიულმა სამყარომ შექმნა კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმები. კონტროლის აღქმა, შეურაცხყოფად ეს რაღაც ახალია კიდევ ქართულ პოლიტიკაში. ამ დროს პარლამენტს ევალება, რომ კონტროლი და ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას და თუ მთავრობა შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, ან პარლამენტი ასე ჩათვლის, რომ შეურაცხმყოფელია ვინმემ, რომ ვინმე აკონტროლოს, მაშინ საერთოდ ჩვენს კონსტიტუციურ მოვალეობებზე ვამბობთ თურმე უარს. მე მახსენდება სხვათა შორის პოლემიკა, რომელიც იყო ვარდების რევოლუციის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით, მისი ხარჯების, იქ ფონდები არსებობდა, თუ გახსოვთ და აი ტყუპის ცალივით მახსოვს მაშინდელი განცხადებები, როდესაც იყო საერთაშორისო რეკომენდაციები ამ გამჭვირვალობასთან და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მაშინ ისმოდა ზუსტად ასეთი ბრალდებები, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ აი თქვენ გინდათ რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა შეარყიოთ, რომ თქვენ საქართველოს მტრების ინტერესებს ემსახურებით. ძალიან გაუშინაურდნენ იცით ამ თემებს ჩვენი პოლიტიკოსები, დღეს ისეთი განცხადებები ისმოდა პარლამენტში, რომ იყო რაღაც ან უცოდინარობის ფეიერვერკი შეიძლება დაარქვა ამას, რასაც ვისმენდით. ვიტყვი ამის თაობაზეც, ან ის რომ მათ აუცილებლად აქვთ გასამართლებელი ის ქმედება, რომელი ქმედებაც მათ განახორციელეს, რომელი ქმედებითაც არც ერთ შემთხვევაში არ არის დაცული, რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს პრობლემური იქნება შემდგომში და არც ერთ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებას არანაირი, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნები არ უჩნდება. ვინმე ამიხსნას საქართველოს დაზვერვის სამსახური, რომელიც არის სიპი და რომელიც ექვემდებარება პირდაპირ პრემიერ-მინისტრს. რაიმე საფრთხეს უქმნის ქვეყნის დაზვერვით საქმიანობას და ამ ხრივ ქვეყნის უსაფრთხოება სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა ვინმე. ვინც უარი გითხრათ იმაზე, რომ თქვათ ეს კონკრეტული სააგენტო მაგრამ ჩვენ მეორენაირად ვისარგებლეთ, რომ ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია რაღაც ის, რაც სამთავრობის სტრუქტურაში არსებობს, როგორც გამოცდილება, ეს გამოცდილება შევთავაზეთ. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შემოვიტანეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს სფერო წეღან ვისმენდი მე უმრავლესობის წარმომადგენელი ეუბნებოდა დღევანდელი წინა ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ თქვენო რა თქმა უნდა სამწუხარო გამოცდილება გაქვთო. სამწუხაროა, რომ ეს გამოცდილება იყო მახინჯი გამოცდილება წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ამ სიმახინჯეს წერტილი არ დაესო არც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ამიტომ არის ეს საკითხი ძალიან მტკივნეული ჩვენი საზოგადოებისთვის, ამიტომ ჭირდება ამას სწორედ დამატებითი კონტროლის მექანიზმების შექმნა, დამატებითი გარანტიების შექმნა, რომ არავის არ წაუწდეს ხელი ვინმეს წინააღმდეგ უკანონო მოსმენის განხორციელების, უკანონო თვალთვალის განხორციელების, შემდგომ ამის შანტაჟის და მუქარის ფორმით გადათარგმნაში და ასე შემდგომ. ერთი წლის წინ იყო ბუმი ასეთი ამბებისა და ეს იყო დღევანდელი შეგნებულად აღარ შევახსენებ დღეს ამ
თემაზე საუბრის დროს ეს კონკრეტული ჩანაწერები ძალიან გაკვირით ვაჩვენეთ მხოლოდ ანონსში და აღარ ვისურვეთ რომ ამაზე მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა სულ სხვანაირად რომ დავსვათ კითხვა უბრალოდ ცოტა სხვანაირად და შემოვაბრუნოთ რატომ იქნებოდა ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებები მეტად დაცული თუ კი ეს სააგენტო იქნებოდა პრემიერის დაქვემდებარებაში მოდით ასე დავსვათ ძალიან მარტივია ვინ შეიძლება უკანონო მოსმენასთან თვალთვალს ახორციელებდეს ხო ამაში სპეციალური სამსახურები არსებობს. სწორედ ექვემდებარება პრემიერს. კი, რა თქმა უნდა, მთავრობის შემადგენლობაში ექვემდებარება, მაგრამ ამავე სამსახურში დატოვება არის პრობლემური. ეხლა სულ ვთქვათ, რომ ეს არის ცალკე, იქ კანონში ვინც ჩაიხედავს, იქ არის კონტროლს მის საქმიანობაზე განახორციელებს სუსი, ანუ ის სამსახური, რომელისგანაც დისტანცირებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლო და არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლო. მთელი სამოქალაქო საზოგადოება და პრობლემური სწორედ ეს იყო. დღეს, როდესაც ვამბობთ და წინა ხელისუფლებისკენ ვიშვერთ ხელს მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ასეთი ცუდი რამეები ხდებოდა ხო ყველამ ვიცით რომ ეს ხდებოდა შესაბამისი სამსახურების მიერ ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა რომ ეს ამ სამსახურისაგან დამოუკიდებელი ყოფილიყო კიდევ ვიმეორებ კონ დობაზე იყო ლაპარაკი დობა შეიძლება ვიღაცას ენდობოდეს ან ვიღაცა არ ენდობოდეს მაგრამ დემოკრატიულმა სამყარომ შექმნა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ნდობაზე კი არ მიანდო საერთოდ როგორ იმართოს ქვეყანა და ყოველდღიური გადაწყვეტილებები როგორ უნდა იყოს მიღებული არამედ მიენდო კანონს და მიენდო კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ენდობა თუ არა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შემდეგ არაერთხელ გაჟღერდა ეს კითხვა როგორც საკომიტეტო მოსმენებზე ასევე დღესაც არა მაშინ შეკითხვა შეიძლება შევატრიალოთ უმრავლესობა არ ენდობა პრემიერ-მინისტრს ეს საერთოდ არარელევანტურია ჩვენ არც დაგვისვამს ასე საკითხი ხომ ისინი თუ ამბობენ რომ თქვენ არ ენდობით სუსის ხელმძღვანელობას მაშინ დავსვათ მეორე მხრიდან საკითხი რომ თქვენ რა არ ენდობით პრემიერ-მინისტრს საერთოდ არარელევანტურია ასე საკითხის დასმა არაპროფესიონალურია ასე საკითხის დასმა და მე ვფიქრობ სრულიად უკონტექსტო იყო იმას თავი დავანებოთ რომ ზრდილობისაგან და პოლიტიკური კულტურისაგან ძალიან შორს იყო ის ყველაფერი რასაც დღეს ვისმენდით ჩვენ პარლამენტარებისაგან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ეს როგორ ჩანს მათ გონიათ სახუმარო გამონათქვამი როგორ მიიღეთ ზვიად გვაჭანტირაძის გარდაიცვალა იცით რა იუმორი პოლიტიკაში სერიოზული რამეა მაგრამ იუმორი უნდა ღირდეს და ეს არ უნდა იყოს მაპატიეთ და არ გაგიღიმათ გლიცინის დონეზე დასული იუმორი თორემ ისე ნურაგა ბასკირია ძალიან ბრძენი ქალი იყო და შეიძლება ბევრი პარლამენტარისგან განსხვავებით უფრო ჭკვიანური მოსაზრებებით გამოეთქვა თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით მოდით ჩვენ ნახოთ იმ თქვათ პატარა წაკინკლავების ფრაგმენტებს რა ეწყინა უმრავლესობას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კიდევ ერთი თემა აბაშიშვილი აცხადებს რომ პრეზიდენტის ადრინდელი ვეტო პრაქტიკულად სხვანაირად იყო თქვათ ახმული და შემდეგ სხვანაირად აღმოჩნდა რომ დასაბრუნებელი გახდა კანონმდებლობა უკან და ეკაბესელი აღქვამს რომ აბაშიშვილი ამ კონკრეტული განცხადებით კომპეტენციაში იჭრება ღრმად საკანონმდებლო ორგანოსი და მთლადპატივისცემით არ ებხრობა საკანონმდებლო ორგანოს. მოდით ნახოთ ეს დაპირისპირება და განვაგრძოთ საუბარი. ნახევრის წინ კოალიციურმა უმრავლესობამ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ეს ფუნქცია და საბანკო სისტემა დააყენა ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრაქტიკულად პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ახლიდან შეიტანა საქართველოს პარლამენტში. მე მაქვს პრეზიდენტის მოტივირებული ვეტოც და საქართველოს მთავრობის ეხლანდელი პოზიციაც და ეს არის პრაქტიკულად იდენტური. წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც პარლამენტმა მიიღო ესეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური ზიანი, ისე რეპუტაციული ზიანი. შესაბამისად, საჭიროა, ფიქრობ, პოლიტიკური პასუხისგებლობა ყველა იმ დეპუტატის, რომლებაც მაშინ მიიღეს მონაწილეობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში და მათი ერთი დიდი ნაწილი ეხლაც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში. ბატონი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადებაც იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, რომ თქვენ კანონებს რო ცვლითო. პასუხისგებლობა აიღეთ პოლიტიკური, ეს არის სიბეცეც
ეს არის უვიცობაც, რომ მან არ იცის, რომ პარლამენტი ის ორგანოა, სადაც კანონები იცვლება და ჩვენ შეიძლება დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მიღებული კანონი შევცვალოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა პირველ რიგში, რომ ბევრი რამ შეიძლება შევცვალოთ მიღებულ კანონში და ეს უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველ რიგში და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თავისუფლებას არ უნდა აძლევდეს და არც მისი მრჩევლები. ან პარლამენტის თავმჯდომარეზე ელაპარაკოს ეს ახალგაზრდა ბიჭუნა და ან პარლამენტს ელაპარაკოს ამ ტონალობაში. კეთილი ინებეთ და საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხეთ ჯერ. ქალბატონ ფიქრია მიიღეთ თქვენ თავზე ეს შენიშვნა და იყო თუ არა საფუძვლიანი თქვათ ქალბატონ ეკაბესელიას ეს კონკრეტული თქვათ საყვედური. არა, ვერ მივიღებ პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით ვერავისგან საქართველოში შემიძლია გითხრათ ეს ღიად და ცხადად თქვა, იმიტომ რომ მე საერთოდ ვთვლი, რომ პოლიტიკური ეთიკა და პოლიტიკური კულტურა არ უნდა ირღვეოდეს პოლიტიკოსთა მხრიდან. ეხლა ქალბატონმა ეკამ ჩემმა ძვირფასმა ეკამ, როგორც არ უნდა გაიმკაცროს ხმა და ისე ისაუბროს ამ თემაზე. არაფერი აქ გასაბრაზებელი არ არის, იმიტომ რომ მოტივირებული შენიშვნები, როდესაც არის პრეზიდენტის უფლებებში ჩადებული, ხომ ვეტო ნიშნავს მოტივირებულ შენიშვნებს. შენიშვნა ნიშნავს იმას, რომ შენი განსხვავებული მოსაზრება უნდა ჩამოაყალიბო გარკვეული ფორმულირებებით და ისე შესთავაზო პარლამენტს. ჩვენ რო არ ჩამოგვეყალიბებინა ეს ფორმულირებები და ისე გვეთქვა, რომ უბრალოდ არ მოგწონს ეს კანონი, მაშინ ხო გაჩნდებოდა, ეს ჯერ ერთი არ შეიძლებოდა და მე გაჩნდებოდა პრეტენზია, რომ აი ისინი გვითითებენ, მაგრამ არც კი გვეუბნებიან, როგორ უნდა გაკეთდეს. ამას თავი დავანებოთ. აქ შევახსენეთ უბრალოდ ერთი რამე. Რა თქმა უნდა, პარლამენტი იღებს კანონს, რა თქმა უნდა, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კანონპროექტი და ამაში ცუდი არაფერი არ არის, რომ შეცდომის აღიარება მოხდეს და შეცდომის გამოსწორება მოხდეს. უბრალოდ ვეტოების კონტექსტში გავახსენეთ კიდევ ერთხელ, რომ ის პოლიტიკური ბატალიები, რომელიც ახლდა მაშინ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის საკითხის გამოტანას და მაშინდელი შეფასებები როგორი იყო და ალბათ გახსოვთ თქვენც, რომ პრეზიდენტი არყევს ვალუტის სტაბილურობას, რომ პრეზიდენტი ვიღაცის დაკვეთებს ასრულებს, რომ არ უფრთხილდებიან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ქვეყნის სტაბილურობას და ასე შემდგომ. გაირკვა, რომ რასაც პრეზიდენტი სთავაზობდა სწორედ პარლამენტს იმ მოტივირებულ შენიშვნებში, ის გარკვეული პერიოდის შემდგომ გაიზიარა მთავრობა. ეს აღიარება პრაქტიკულად ხო, აღიარება, მაგრამ რატო გააბრაზდა? ხა ქალბატონი ეკა რამ გააბრაზა, ეს ვერ გარიგია აბაშიშვილმა თქვა, რომ პასუხისმგებლობის აღება უწევს ხო, იმიტომ რომ როდესაც აკეთებს შენ დღესაც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი არყევს თავისი გადაწყვეტილებით ქვეყნის უსაფრთხოებას და მაშინ ამბობდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას არყევს ქვეყნის პრეზიდენტი. მაშინაც ძალიან უპასუხისმგებლო იყო ეს განცხადებები მათი მხრიდან და ამაზეა სწორედ ლაპარაკი, რომ ასეთ განცხადებებს როდესაც ამბობს ადამიანი, მან უნდა აიღოს კიდეც პასუხისმგებლობა და არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური კუთვნილების გამო ან პოლიტიკური რაღაც ახირებულობის გამო შეამკო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთი ეპითეტებით და დღესაც ძალიან სერიოზული იყო, პრობლემური იყო ძალიან, რასაც ვისმენდით ჩვენ და იქ ანადოლიძემ თქვა კიდეც თქვენ იცით ალბათ, რომ თუკი ვინმეს ეჭვი უჩნდება, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე კითხვის ნიშანს უჩენს და რაიმე საფრთხეს აჩენს თავისი მოტივირებული შენიშვნებით, მაშინ ეს სრულიად სხვა პლანის თემა არის და მაშინ ვიმოქმედოთ შესაბამისად და მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს ამ თვალსაზრისით. არ შეიძლება პოლიტიკოსებმა, რომლებიც თუნდაც დღეს დგამენ პირველ ნაბიჯებს და ძალიან თამამები არიან თავის გამოსვლებში, შეიძლება კარგია სითამამე პოლიტიკაში, მაგრამ მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი ასეთი ბრჭყალებში თამამი გამოსვლები გვინახავს წინა და წინისწინა პერიოდებში უმრავლესობების მხრიდან და მე ეს უმრავლესობები ძალიან ცუდად ამთავრებდნენ თავიანთ მოღვაწეობას. მე და ჩვენ ყველანი, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა, ვიყავით ძალიან კეთილგანწყობილები, განსაკუთრებით ახალი სახეების გამოჩენას მივესალმეთ და გახსოვთ ალბათ ჩვენი ეს განწყობა და განცხადებები და სიახლე იმიტომ არის კარგი, რომ წარსულში ცუდი რაც იყო, ის დარჩეს წარსულში და რაღაც ახალი ხედვა, უფრო პროგრესული, უფრო სახელმწიფოებრიობაზე ორიენტირებული, უფრო პროფესიონალური შემოვიდეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ნამდვილად ჭირდება ეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ თუ ახალი სახეები იმაზე უარესები იქნებიან, ვიდრე ძველი სახეები იყვნენ და ისე იმაზე უარეს რამეებს ილაპარაკს, ასე ჩანს,
იმიტომ რომ ეს განცხადებები არ მინდა ეხა მე პერსონალურ ასე ვთქვათ აი რომ განცხადებს გულისხმობთ პერსონალებს დღეს ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ ასეთი გუშინ და დღეს რომ პრეზიდენტის ვეტოზე აგდებით ლაპარაკი რომ პრეზიდენტი ქვეყნის უსაფრთხოებას არ ყევს და ასე შემდგომ ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, იმიტომ რომ პარლამენტარმა უნდა იცოდეს მას რა ფუნქციები აქვს, კონსტიტუციაც უნდა იცოდეს და უნდა იცოდეს პრეზიდენტს რა ფუნქცია და რა უფლებები გააჩნია და რამდენი კონსულტაცია იყო ამაზე აღარ ვისაუბრებ. აი ეს იცით როგორი თემა არის, როცა შეიძლება ყველას რაღაც შეეშალოს, მათ შორის ჩვენ შეიძლება რამე შეგვეშალოს, მაგრამ ეს ის თემა არის, რომელშიც ცამდე მართალი ვართ მართლაც, მთელი პროცედურული საკითხების გავლით, იმიტომ რომ იმას თავი დავანებოთ, რომ პირველი ვეტო იყო, მერე იყო საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა. ჩვენ მივმართეთ პირველ მოსმენამდე პარლამენტს, თავად ჩავედით კონსულტაციების გასამართად ქუთაისში, ვთხოვეთ ფრაქციებს შეხვედრები, ყველა ფრაქცია შევხვდით, უმრავლესობის ფრაქციებმა გვითხრეს მაშინაც სრულიად გაურკვეველი რამ, რომ როგორ გავბედეთ, რომ საჯარო მოხელეებს შევთავაზეთ კონსულტაციები. ისეთი უცნაური იყო, რომ მე იყო თელ ამ პროცესში კიდევ არაერთხელ იყო შეთავაზება, სანამ მესამე მოსმენა გაიმართებოდა კონსულტაციებისა. მერე იყო უკვე მესამე მოსმენის შემდგომ, როდესაც პრეზიდენტთან გამოიგზავნა ეს ყველაფერი. კიდევ არ შედგა ეს კონსულტაციები და ძალიან გაუგებარია, მართლაც ძალიან გაუგებარია ის ტონალობა, ის გამონათქვამები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენელთა. რატომ ვერასდროს მოახერხა პრეზიდენტმა ესეთი გლობალურ თემებზე, რომ მოიცეს ისე და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც მოეწონება უმრავლესობას. ის ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელია, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. ეს მისი შეგნებული პოზიცია, რომ ყოველთვის იყოს რაღაცნაირად ლაკმუსის ქაღალდის როლში, რომელიც გამოავლენს ხოლმე კონკრეტულ სისუსტეებს, ეს არის ამოცანად დასახული უმრავლესობის ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის, ეს ასე ხდება ბუნებრივად, რომ ძალიან სხვადასხვა პლატფორმაზე აღმოჩნდება. ფორმულირებაში, რომ პრეზიდენტმა ვერ მოახერხა. პრეზიდენტს ყველა ჯერზე ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ ეს გამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში შეიძლება ეს პერიოდიც გასავლელი გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით შეჩვეული, უბრალოდ მართველი ელიტები იყვნენ შეჩვეული ამას, რომ პრეზიდენტიც, მთავრობაც, მართველი უმრავლესობაც აბსოლუტურად ერთხმაში უნდა ლაპარაკობდეს. თუ ოდნავ განსხვავებული ნოტები ისმის, ეს უკვე პრობლემური არა და არ უნდა იყოს ეს პრობლემური და თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში განხილვა რომელიმე საკითხისა, რომელიც შედის მთავრობის მიერ. ნებისმიერი საკითხი გადის ძალიან სერიოზული წნეხის და ფილტრის ქვეშ და დებატები როცა იმართება, თუ გეგნებავთ დემოკრატები იყვნენ ხელისუფლებაში და გეგნებავთ რესპუბლიკელები, უმწვავესები არიან ორივე ფრაქციის წარმომადგენლები და ეს არის დემოკრატია სწორედ. დღეს ჩვენ გვთავაზობს მართველი უმრავლესობა, რომ აუცილებლად ერთხმაში უნდა ლაპარაკობდეს, ალბათ მაშინ მოეწონებოდათ პრეზიდენტი ყველაფერზე კვერს უნდა რომ უკრავდეს, მაგრამ ეს საკითხი ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რატომ პირიქით არ ვსვამთ საკითხს, როდესაც მთელმა არასამთავრობო სექტორმა, რომელიც მონაწილეობდა საკითხის განხილვაში და იმ კომიტეტთან დატოვეს რაღაც ეტაპზე ეს ჯგუფი, სამუშაო ჯგუფი, იმიტომ რომ არც ერთი მოსაზრება მათი არ იქნა გაზიარებული. როდესაც მთელი პოლიტიკური ოპოზიცია ამას გელაპარაკება, როდესაც ბიზნესმა, რომელმაც ძლივს ამოიღო ხმა და თქვა, რომ ეს ძალიან ძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს. რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ მოусმინოთ ბიზნესს და როდესაც ამდენი ვინმე გეუბნება და ასეთ უმტკივნეულო რამეს გთავაზობს, აქ ხო არ იყო ლაპარაკი, რომ სადღაც აბსოლუტურად უკონტროლოდ გაგვეტანა ეს სტრუქტურა და NGO-თ ჩამოგვეყალიბებინა, ასე ვთქვათ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მოგვეცილებინა იმ სტრუქტურიდან, რომელიც სტრუქტურაც რბილად რომ ვთქვათ, წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც არის ეჭვები ამასთან დაკავშირებით, რომ არის ეჭვმიტანილი ასეთ საქმეებში. თუ ჩვენ გვინდა, რომ სამართალდამცავების მიმართ ნდობა იყოს მაღალი, სწორედ ნდობა ასე ამაღლდება, რომ მათ არ გქონდეთ რაღაც ისეთი მექანიზმები ხელში, რომელიც პირიქით ურტყამს სამართალდამცავებს და არაფერს არ მატებს. აი, როდესაც მე ვსვამდი კითხვას პრეზიდენტის, თქვათ, ქმედებებზე, მაინტერესებს თქვენი შეფასებით პრეზიდენტის ინსტიტუტი რა ტიპის ინსტიტუტად ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში,
რა ფუნქციური დატვირთვა აქვს მას? დღეს ჩვენს ქვეყანაში როგორც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის ქვეყანაში და ჩვენ არა ვართ სრულფასოვანი დემოკრატიული ქვეყანა, ხომ? იმიტომ გვჭირდება ამდენი საუბარი ადამიანის უფლებებზე და ამ კანონთან დაკავშირებითაც სწორედ იმიტომ არის ძალიან ბევრი საუბარი, რომ ჩვენ ეს ამოცანა ჯერ გადაუწყვეტელი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და რომ ეს არის უმაღლესი ღირებულება და ფასეულობა. ამ რეალობაში ბალანსის შექმნას და კონტროლის მექანიზმების შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც უფრო მეტი მაკონტროლებელი სტრუქტურა იქნება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობასთან გვაქვს საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი, საპრეზიდენტო ინსტიტუტის როლი, კონსტიტუციის ჭრილშიც სწორედ ამიტომ განიხილება ეს ასე მტკივნეულად და მთელი პოლიტიკური ოპოზიცია, როდესაც ამას ხედავს, იმიტომ რატომ ხდება ეს, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ პირველად მოხდა საქართველოს რეალობაში, რომ პრეზიდენტი არ არის მათთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომ პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ხელს უწვდის აბსოლუტურად ყველას, როგორც მმართველ პარტიას, ისე მთელ სპექტრს პოლიტიკურს, სამოქალაქო საზოგადოებას და ამაზე კარგი და ამაზე კომფორტული არაფერი არ შეიძლება იყოს. აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტის სავარაუდოდ აი ამ ლოგიკინა გავნერე შეიძლება რომ სულ სხვანაირად მოქცეულიყო და სულ სხვა განყოფილიყო. ანუ მის პერსონაჟზე გიორგი მარგველაშვილზე ამ ინსტიტუტის იმიჯი, მისი ფუნქცია დღეს დიდწილად არის. ხო, ამ კონკრეტულ ადამიანზე დამოკიდებული. ანუ ეს მისი შეგნებული არჩევანია. რა თქმა უნდა. ანუ რა მიზანი აქვს მას? აი თუ შეგიძლიათ მითხრათ. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში არ მოსულა გუშინ, ხომ? ჩვენ ვინც მეტნაკლებად პოლიტიკურ პროცესებში ვიყავით, გიორგი მარგველაშვილს როგორც აქტიურ პერსონას ყოველთვის ხედავდით და ძალიან გამოკვეთილი აქტივობის მქონე პერსონას ყველა პერიოდში, ხო? შეგვიძლია დავადასტუროთ ეს. ყველა ფორმატში თუ გიოდეს მეც პროდუცად მეყოფილო, ის ყოფილა სტუმარი. ეს ადამიანი, როდესაც ლაპარაკობენ დღეს ესეთი ფრაზებიც მოვისმინეთ, რომ აი ჩვენ გავიყვანეთ სხვათა შორის არჩევითი პრეზიდენტის ძალიან მაღალი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პარტიები, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურებს არჩევენ გამოკვეთილ ფიგურებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ პრინციპში ამაშიც საწყენი შესაძლოა. არა, არც არაფერი, მაგრამ არ ამგონია, რომ ძალიან მდარე კანდიდატი რო წარედგინა რაიმეს მოიგებდა ამითი პოლიტიკური პარტია. ყველა პარტია ცდილობს, რომ გამოკვეთილი ფიგურა შესთავაზოს საზოგადოებას. ერთ-ერთი ასეთი გამოკვეთილი ფიგურა იყო სწორედ გიორგი მარგველაშვილი. გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც აზრად არ მოსვლია და მადლობა მას ამისთვის, რომ იმ პრინციპებისთვის გადაეხვია, რომელი პრინციპებისთვის ის მთელი ცხოვრება იბრძოდა, რომელი პრინციპებისთვისაც თავად ქართული ოცნება, რომელმაც ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა, როდესაც ოპოზიციაში იყო, იბრძოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ არ უნდა იცვლებოდეს პრინციპები, თორემ ქართული საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთი და იმავე ფრაზებით, ერთი და იმავე დამოკიდებულებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაელაპარაკებიან, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ისე გამოიცვალნენ ეს ჩვენი თანამებრძოლები თვალსა და ხელშუა ამ უმრავლესობაში, რომ ცნობა გაგიჭირდება პირდაპირ ადამიანს, იმიტომ რომ მე ისინი მახსოვს ოპოზიციაში, როგორი ხმალამოღებული მებრძოლები იყვნენ ამ იდეალების და ღირებულებების დასაცავად და დღეს აბსოლუტურად სხვა განწყობები გაუჩნდათ. ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის სწორედ პოლიტიკოსის პრინციპულობა, ამაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ შენ სად ხარ იმ ადგილის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს შენი დამოკიდებულებები და რაც არის ფუნდამენტური ღირებულებები, ის ფუნდამენტური ღირებულებები უნდა იყოს შენთვის ოპოზიციაში ხარ თუ უმრავლესობაში ხარ თუ ხელისუფლების ნებისმიერ შტოში. გასაგებია, შემდეგი დაპირისპირება პოლიტიკური, როგორ ფიქრობთ, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს რაღაცნაირად კამათი დაწყებულია, გადაზრდილია უკვე სხვადასხვა ლოკაციებისკენ, პრეზიდენტის საკუთარი ცენტრის შექმნას, არ ვიცი, ცდილობს თუ როგორ დავარქვათ ეს, ყოველ შემთხვევაში მას აქვს სურვილი, რომ მისი ფორმატის ქვეშ იყოს დისკუსიები ამ თემაზე, რაც არ მოწონს ძალიან საკონსტიტუციო კომისიას და ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის რაღაცნაირად დესტრუქციულობასაც კი ვთქვათ, მის დესტრუქციულობასაც კი საუბრობენ, რა კი არ მიიღო მონაწილეობა მისმა წარმომადგენლობამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ელოდებით, რომ მაგ გართულდება, ახლა შემდეგი გართულება აქ იქნება. არ ვიცი, ხა ისეთ უწყინარ თემებზე რთულდება ხოლმე.
რომ მოლოდინი ალბათ არის ასეთიც, თუმცა ან ის რა კრიტიკას უძლებდა ის დამოკიდებულება, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ მე ქართულ საზოგადოებასთან მინდა აქტიური თანამშრომლობა საკონსტიტუციო საკითხებზე, აი იმ ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაზედაც უნდა ეწყობოდეს სახელმწიფო და ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული გაღიზიანება. ჩვენ ამ პროცესში შევთავაზეთ მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ ძალას და თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ძალები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამაში, ჩართული არიან ექსპერტული წრეები. მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო კომისიაშიც მონაწილეობენ, იმიტომ რომ სახელმწიფო კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აზრის მიტანა, თორემ უკვე აღიბეჭდა ეს სახელმწიფო კომისია ერთპარტიული ნიშნით, იმიტომ რომ რატომ იქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები? არა, არიან, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყვნენ, როგორც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისევე როგორც იმის წინა ხელისუფლების დროს იყვნენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება ხომ ხმათა უმრავლესობით და ქართულ ოცნებას, ისევე როგორც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას, ცხადია ერთეთ ამ კომისიის ჩვენ მზად ვიყავით, რომ ამაში ჩართულიყავით, ოღონდ ფორმატი შეგვეთავაზებინა განსხვავებული საზოგადოების ფართო ჩართულობით და არა ანალოგიები იმ უკვე განვლილი გზისა, რომელმაც კარგი შედეგი არც ერთ ჯერზე არ მოიტანა. თუ მაშინ ერქვა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს ასე იყო, ყველამ ასე ვიცით, დღეს სამწუხაროდ ამას დაერქმევა უკვე ასე ჩანს ქართული ოცნების პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებული და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართული საზოგადოების მოთხოვნებზე, ქართული საზოგადოების გემოვნებაზე იყოს ეს ყველაფერი მორგებული და აწყობილი. ფიქრეთ ჩიხრაძეს პრეზიდენტის მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც პასუხობდა ჩვენს კითხვებს და სტუმრობდა ჩვენ სტუდიას, დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ იგივე თემით თამარ კორძაია, ეკა გიგაური, ვნახოთ რას გეგმავს არასამთავრობო სექტორი. ეკა გიგაური ვიპასუხებს ამ კითხვაზე უფრო მეტად, მივა თუ არა თემა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში დროებით.